მოდიფიკატორი bend ღუნვა გამოიყენება სხეულებზე, მაგალითად დავხაზოთ სხეული box. შევედეთ modify ბრძანებაში და ჯგუფი parametric deformers, რომელშიც მოთავსებულია რამოდენიმე მოდიფიკატორი. bend ღუნვა. ძირითადად parametric deformerში მოთავსებული მოდიფიკატორები განვიხილოთ bend-ის სახეზე. შედგება gizmo-საგან და ცენტრისაგან. Gizmo არის ერთგვარი კონტეინერი, ყვითელი კოლოფის ფორმის გამოსახულება აქვს, ხოლო ცენტრი მოქმედების ცენტრია, რომელიც შესაძლებელია გადავაადგილოთ ნებისმიერი მიმართულებით. ისევე როგორც შესაძლებელია gizmo გადავაადგილოთ ნებისმიერი მიმართულებით. როგორც ცენტრი, ასევე gizmo გამოიწვევს ფორმის შეცვლას, თუ რა თქმა უნდა მოდიფიკატორ bend-ში გამოყენებული იქნება პარამეტრები. Angle კუთხე გამოიწვევს gizmo-s მოხრას, ანუ მოღუნვას. თუ დავაკვირდებით სხეულს box, მან არ განიცადა ანალოგიური მოღუნვა, ვინაიდან სეგმენტთან რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სხეული გახდეს ისეთივე ფორმის, როგორიც არის gizmo-s ფორმა. მაგალითად, თუ box-ში მოუმატებთ სიმაღლეზე სეგმენტების რაოდენობას, შესაბამისად ფორმა დაემსგავსება gizmo-s მოღუნვის ფორმას. ესე იგი, ნებისმიერი მოდიფიკატორი, რომელიც მოთავსებული იქნება parametric deformation ჩამონათვალში, დამოკიდებულია სხეულზე მყოფი სეგმენტების რაოდენობით. ჩვენ შემთხვევაში მოვუმატოთ ყველა მიმართულებით. Direction არის კუთხე ზედა სიბრტყესა და ქვედა სიბრტყეს შორის. ანუ ერთგვარ ბრუნვას გააკეთებს ბრუნვის ღერძის ირგვლივ. Bend axis გვაძლევს საშუალებას ამოვირჩიოთ ღერძი x, y ან z, რომლის მიმართაც მოხდება ეს ღუნვა. მაგალითად, x-ის მიმართ შესაძლებელი ფორმით იქნება მოღუნული სხეული, y-ის მიმართ და საწყისი ფორმა როგორც იყო x-ის მიმართ. როგორც აღვნიშნეთ, თუ პარამეტრები არის გამოყენებული და მოვახდენთ gizmo-s ან ცენტრის გადაადგილებას, მოხდება სხეულის ფორმის შეცვლა, ანუ მოქმედება ამ მოდიფიკატორის შეიცვლება. ისევე როგორც მაგალითად თუ გადავაადგილებთ ცენტრს, მოხდება შეცვლა. თუ დავაკვირდებით gizmo-s გადაადგილების დროს, ხდება უშუალოდ ამ კონტეინერის გადაადგილება. ხოლო ცენტრის დროს, მხოლოდ ცენტრის გადაადგილება. გადაადგილების მიმართულებას მნიშვნელობა გააჩნია, გამომდინარე იქიდან, თუ მოქმედება რომელი მიმართულებით არის გამოყენებული. ამ შემთხვევაში y-ის მიმართულებით არაფერს არ ცვლის, ვინაიდან მხოლოდ z-ის მიმართულებით არის გამოყენებული ღუნვის მოქმედება. მაგალითად, თუ y-ზე გადავრთავთ, ამ შემთხვევაში უკვე იმოქმედებს პარამეტრზე y ღერძის მიმართულებით გადაადგილება და არა z-ის მიმართულებით. Limit-ი. თუ ჩავთავთ limit effect, მოქმედება შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი სიბრტყის მეშვეობით, upper, ზედა და lower
ქვედა ლიმიტირების შემთხვევაში. განვიხილოთ ხელახალ მოდიფიკატორზე. მაგალითად გამოვიყენოთ მოღუნვის პარამეტრი. ჩავთოთ limit effect. და ზედა ზღვარი ავიტანოთ განსაზღვრულ მანძილზე. თუ დავაკვირდებით ნახას, თვალნაცვლებ ჩანს. ქვედა ლიმიტსა და ზედა ლიმიტის შორის ხდება ღუნვა, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბოქსის გრძელდება ჩვეულებრივ ისეთივე ფორმით, როგორც იყო თავიდანვე. Upper limit შესაძლებელია მხოლოდ დადებითი რიცხვის მითითება, ანუ მოქმედება მხოლოდ ქვემოდან ზემოთ მიმდინარეობს, ხოლო lower limit შესაძლებელია მხოლოდ მინუსში, ანუ უარყოფით რიცხვში გადავიყვანოთ. ქვედა ზღვარი სიბრტყე.